სიყრმიდანვე გაუმრუდდა წუთი სოფლის სავალი მარაბდის ბრძოლაში უდიდესი დანაკარგის და მსხვერპლის ფასად გამარჯვებულ ისახან ყორჩიბაშს. ის კახეთის მეფეთა ოჯახში იასე ბატონიშვილად დაიბადა და ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, როცა მისმა მამის ძმამ გაყიზილბაშებულმა კონსტანტინე მირზამ, მამამისი გიორგი ბატონიშვილი და პაპა კახეთის მეფე ალექსანდრე დიდი 1605 წელს ქალაქ ძეგამში ააჩეხინა ყიზილბაშებს შაჰ-აბასის წაქეზებით. მაშინ პატარა იასე ბატონიშვილი ბიძამისმა კონსტანტინემ არ მოკლა. დაინდო, ირანში გაგზავნა და ასე გაიზარდა ის შაჰ-აბასის კარზე. იასე ბატონიშვილი მაშინვე გაამაჰმადიანეს და ისახანი უწოდეს, ხოლო როცა წამოიზარდა, შაჰ-აბასმა ისახანს თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად და თან სიმამაცით გამორჩეული სიძე ყორჩიების ჯარის სარდლად ყორჩიბაშად აღაზევა. როცა შაჰ-აბასი კახეთს პირველად შეესია და დაიპყრო, მაშინ სწორედ ისახანი დანიშნა აუხრებული კახეთის მმართველად მრისხანე სიმამრმა. მაგრამ ისახანმა შაჰს იმედები გაუცრუა, რადგან მმართველობას თავი ვერ გაართვა და აბასმა ის კვლავ ირანში გაიწვია. მის ადგილას კი კახეთის მმართველად ფეიქარ ხან ყაჯარი განაწესა. მარაბდის ომის შედეგითაც ვერ გაუმართლა იმედები ისახანმა სიმამრს, რადგან ვერც მარტყოფის აჯანყების მოთავე მოურავი ჩაიგდო ხელში და მიუხედავად გენერალურ ომში უდიდესი მსხვერპლის ფასად გამარჯვებისა, ქართველების წინააღმდეგობაც ვერ გატეხა. შაჰის ბრძანებით მას ამ ლაშქრობის შედეგად ხომ ქართლი ძირფესვიანად უნდა მოეთხარა და მისი მოსახლეობა ირანში გადაესახლებინა. არადა მარაბდის სასტიკ ბრძოლაში დაფლეთილი ყიზილბაშთა ჯარით ისახანმა მხოლოდ თბილისამდე მიაღწია და ქართლის დანარჩენი ტერიტორიის დაპყრობისთვის ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან ქართველები მოურავის სარდლობით პარტიზანული ომის ტაქტიკაზე გადაეწყნენ და ქალაქიდან სათარეშოდ გასულ ყიზილბაშთა რაზმებს უმოწყალოდ ჟლეტდნენ. ასეთ მსხვერპლს კი უკვე ერიდებოდა ისახან ყორჩიბაში, რადგან მარტყოფ მარაბდაში უკვე 44,000 გაწვრთნილი მეომარი ყავდა დაკარგული შაჰ-აბას და ამის გამო ისახან სიმამრის რისხვის ეშინოდა. ვინდა ყორჩიბაშმა, როგორც შაჰის ოჯახის წევრმა, სხვაზე კარგად იცოდა, რომ აბას, რომელიც საკუთარ შვილებსაც კი არინდობდა, შესაძლებელი იყო მარტყოფ მარაბდის მთელი ბოღმა მასზე გადმოენთხია. თბილისში მყოფმა ისახანმა მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ ქალაქ ბაღდადის მისადგომებთან უკვე ზღვად იღურებოდა სისხლი. აჯანყებამ და გურჯების ასეთმა შეუპოვრობამ ირანის საგარეო მდგომარეობაზე მძიმედი მოქმედა, რადგან ოსმალეთი გააქტიურდა და სულთნის პირველმა ვეზირმა ჰაფიზ-ფაშამ ირანისგან დაპყრობილ ბაღდადს მიუსია არმია. ყიზილბაშები გააფთრებით იცავდნენ ბაღდადს და შემცირებულ ირანის რეგულარულ სამხედრო ძალებში თითო მეომარს ოქროს ფასი ჰქონდა. მარტყოფის აჯანყების შედეგებმა შაჰს სპარსეთის ყურეშიც აურია პოზიციები და კუნძული ორმუზის კვლავ დაკარგვის და პორტუგალიელების ხელში გადასulis საფრთხე გააჩინა. ჯერ კიდევ 1622 წელს, როცა სპარსეთის ყურეში იმამყული ხან უნდილაძემ ინგლისელების და ჰოლანდიელების ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს კუნძულები ქეშმი და ორმუზი გამოგლიჯა, მაშინ კუნძული ქეშმის აღებისას მათ ტყვედ ჩაიგდეს პორტუგალიელთა ფლოტის ესკადრის კაპიტანი რუი ფერეირა დე ანდრადი, რომელიც ინგლისელებმა ინდუეთის სანაპიროზე საპორტო ქალაქ სურატში გამოკეტეს პატიმრად. 3 წლის შემდეგ კი, სწორედ მაშინ, როცა 1625 წელს საქართველოში მარტყოფის აჯანყება მიფეთქა, კაპიტანი რუი ფერეირა დე ანდრადი ინგლისელთა ტყვეობიდან გაიქცა. მან თავი მოუყარა სპარსეთის ყურის სანაპიროზე მიმობნეულ პორტუგალიელებს და ბრძოლა დაიწყო კუნძულ ორმუზის დასაბრუნებლად. არადა, სწორედ ამ დროს უტევდნენ ბაღდადს ოსმალები და შაჰ-აბას ორმუზის დასაცავად სამხედრო ძალები აღარ ყოფნიდა, რადგან ირანის 120,000-იანი რეგულარული არმიისგან 30,000 მეომარი მარტყოფში გაუჟლიდეს ქართველებმა.
50,000 მეომარი აჯანყების ჩასახშობად ჰყავდა გაგზავნილი საქართველოში, ხოლო დანარჩენი სამხედრო შენაერთებით ბაღდადს იცავდა ოსმალებისგან. აბასმა თვით იმამ ყულიხან უნდილაძეც იხმო ბაღდადის დასაცავად, რომელმაც ორმუზის გარნიზონიც კი შეამცირა მაშინ შაჰის ბრძანებით. არადა სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძული ორმუზი იმდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო სტრატეგიული წერტილი იყო იმ დროის მსოფლიოში, რომ მასზე ასეთი გამონათქვამიც კი დაიბადა. დედამიწა რომ ოქროს ბეჭედი იყოს, კუნძული ორმუზი მასში ჩასმული ალმასის თვალი იქნებოდაო. შაჰ-აბასს კი ისე უჭირდა ბაღდადის დაცვისას მეომრები, რომ ორმუზის გარნიზონის ნაწილიც კი იხმო თავისთან. აი ეს სწორედ ამით ისარგებლა იმ დროს პორტუგალიელმა კაპიტანმა რუი ფერეირამ და კუნძული ორმუზის ნაწილი დაიკავა. არადა მაშინ ჯარისკაცების დეფიციტით შევიწროებულმა შაჰ-აბასმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მარტყოფში გაჟლეტილი 30,000 მეომრის რიცხვს მარაბდის ველზე დახოცილი 14,000 მეომარიც დაემატა. ამიტომ მარაბდის ბრძოლით გამოფიტული ისახანი უფრო მეტი სამხედრო ძალის დაკარგვის შიშით ვეღარ ბედავდა ქართლში შეჭრას, მაგრამ შაჰ-აბასისგან ნაბრძანები ურთულესი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, რაც მრისხანეს სიმამრისთვის და პირადად მისთვის ღირსების საკითხს წარმოადგენდა. საქმე ის იყო, რომ ისახანის შვილი და შესაბამისად შაჰის შვილიშვილი დიდი ქალბატონი ქართველებს ყავდა დატყვევებული ჯვრის უღელტეხილის გადაღმა ხევის მიუვალ არშის ციხეში ქმართან გამაჰმადიანებულ ანდუყაფარ ამილახვართან ერთად. არშის ციხემდე მისასვლელი გზა კი არაგვის ხეობაზე გადიოდა, რომელიც ზურაბარაგვის ერისთავის სამკვიდრო მამული იყო, სადაც საშიში მეომარი მთიელები სახლობდნენ. მარაბდის ბრძოლაში 900 არაგველი მებრძოლი დაიღუპა და მაშინ გლოვა იდგა არაგვის სოფლებში. არადა ასე დროს არაგვის ხეობაში ჯარით შესვლა მეტად სახიფათო იყო ყიზილბაშებისთვის, რადგან მათზე გამწარებული არაგველები მთელ ჯავს არშის ციხიდან შაჰ-აბასის შვილიშვილი ქალბატონის გასათავისუფლებლად მიმავალ ყიზილბაშებზე ამოიღრებდნენ. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ხევში მდებარე არშის ციხე ზურაბ ერისთავს ექვემდებარებოდა და მის უშუალო პატიმრებად ითვლებოდნენ შაჰის შვილიშვილი ქალი და მისი ქმარი ანდუყაფარ ამილახვარი, რომლებიც ქართველებმა მარტყოფის აჯანყების წინ გამოკეტეს არშის ციხის სიმაგრეში, რათა გადაგვარებულ ანდუყაფარს აჯანყების გეგმა ყიზილბაშებისთვის არ ეცნობებინა. ზურაბარაგვის ერისთავს ჯერ კიდე არ ჰქონდა მოშუშებული მარაბდის ველზე თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობა, როცა მას თბილისიდან ისახან ყორჩიბაშის შათირი ახლდა და წერილი გადასცა. ისახანი გზას ითხოვდა არაგვის ხეობაზე, რათა ჯარით არშის ციხემდე მიეღწია და შაჰ-აბასის ოჯახის წევრი ქალბატონი უუნებლად ჩაეყვანა თბილისამდე. თანაც პირობას დებდა, რომ 12,000 მხედრისგან შემდგარი ყიზილბაშური ჯარი, რომელსაც ეს დიდი ქალბატონი უნდა გამოეცილებინა არშის ციხიდან თბილისამდე, არაგვის ხეობას არ დაარბევდა და თან პირობას ითხოვდა ზურაბისგან, რომ არც არაგველებისგან მოხდებოდა ყიზილბაშებზე თავდასხმა. მარაბდაში დაღუპული 10,000 ქართველის გამო მაშინ მთელ ქართლში და კახეთში გლოვა იდგა. ზოგი შინმოუსწავლო მამას გლოვობდა, ზოგი ძმას, შვილს თუ სახლისკაცს. იყო ისეთი ოჯახები, რომლებსაც რამდენიმე წევრი ჰყავდა დაღუპული მარაბდის უსასტიკეს შეტაკებაში და ასე დროს მართლაც სიგიჟე იყო ისახანის მხრიდან არაგვის ხეობაში სამხედრო რეიდის მოწყობა. მაგრამ მას მრისხანეს სიმამრის შაჰ-აბასის ბრძანება ჰქონდა მიღებული არშის ციხიდან სეფიანთა ოჯახის წევრი ქალბატონის გათავისუფლებაზე და ამიტომაც წავიდა ასეთ რისკზე ყორჩიბაში. ზურაბარაგვის ერისთავმა მალე მსრბოლი აფრინა გიორგი სააკაძესთან და ისახანის წერილის შინაარსი აცნობა, ხოლო ისახანს მისივე შათირის პირით შეუთვალა არაგზე ყიზილბაშ მეომრებს უსაფრთხოდ გავატარებ, ხევში გადასულ შენ სარდლებს არშის ციხესთან ქალსაც გადავცემ, მაგრამ უკან დაბრუნებისას საარაგოზე უსაფრთხოების თავდები ვერ ვიქნები და ამიტომ შენგან გამოგზავნილმა ჯარმა არშის ციხისაკეთ არაგვის ხეობას გვერდი უნდა აუქციოს, ლომისიდან ოხირის გადასასვლელი უნდა გადაიაროს და ქსნის ხეობის გზით დაბრუნდეს უკანო.
სხვა რა გზა ჰქონდა ისახანს და ქართველების ტყვეობიდან ქალის მშვიდობიანად გამოსაცილებლად 12,000 ყიზილბაში გაგზავნა არაგვის ხეობისკენ ხოსრო მირზას სარდლობით, რომელსაც თანასარდლებად მარაბდაში ნაბრძოლი შირვანის ბატონი ყაზახ-ხან ჩერქეზი და ადარბადაგანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი გააყოლა. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი: რომანი კედლები და ისტორიული კრებული რაც იყო. შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. ხოსრო მირზა ისახანისგან განსხვავებით უკანონოდ შობილი ბაგრატიონი იყო, რომელიც 1565 წელს სვიმონ პირველის ძმამ დაუდ-ხანმა ჩასახა წავკისელი გლეხის ქალის მუცელში. ის 1618 წლამდე ირანში იზრდებოდა დიდ გაჭირვებაში, რადგან მამა მარცნო და ნაბუშრად დაბადებულს გიორგი სააკაზემ გაუკვალა გზა. 53 წლის იყო ხოსრო, როცა მოურავმა ის შაჰაბას წარუდგინა და ასეთ გვიან ასაკში დაიწყო მისი სამხედრო პოლიტიკური აღმასვლა. ისლამურ სამყაროში არისტოკრატული სამართლის მიხედვით დედის მდაბიო წარმოშობას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა და შაჰაბასისგან ბაგრატიონად აღიარებულ ხოსროს სახელს ასე მიეკერა უფლისწულის აღნიშნული სიტყვა მირზა. მამაცობით და გამჭრიახობით გამორჩეული ხოსრო მირზა შაჰმა ჯერ გვარდიის სარდლად ყულა რაღაცად დანიშნა, ხოლო შემდეგ ირანის დედაქალაქ ისპაჰანის ტარუღად აღაზევა. მარაბდის ბრძოლის დროს კი ხოსრო მირზა უკვე 60 წლის იყო, მაგრამ ისევ განსაკუთრებული საბრძოლო მხნეობით გამოირჩეოდა. თბილისიდან გასულ 12,000 ყიზილბაშს გიორგი სააკაძე ისევ ბებრის ციხესთან, ღართისკართან გადაუდგა წინ მცირე რაზმით. ბრძოლა გაუმართა და უკან დაიხია. ასეთი სამხედრო მანევრით მოურავმა როგორც ჩანს, ხოსრო მირზა და ყიზილბაშის სარდლები იმაში დაარწმუნა, რომ ქართველებს მეტი მეომარი ძალა აღარ ჰყავდათ და მათ წინ სხვა ხიფათი აღარ ელოდათ. ამ დროს თეიმურაზ მეფე იმერეთში იმყოფებოდა. ღართისკართან შეტაკების შემდეგ ყიზილბაშებმა გზა განაგრძეს. არაგვის ხეობაში შევიდნენ. მთელი ხეობა მშვიდობით აიარეს, ისე რომ ციხე სოფლებიდან მათთვის ბრძოლა არავის გაუმართავს. სრული სიმშვიდე სუფევდა არაგვის ხეობაზე. შემდეგ ჯვრის უღელტეხილის ციცაბო ბილიკებით ლაშქარი ხევში გადავიდა. არშის ციხეს როცა მიადგნენ, არც იქ გაუწევიათ მეციხოვნეებს ყიზილბაშებისთვის წინააღმდეგობა და დატყვევებული შახის შვილიშვილი ქალბატონი ქმართან ანდუყაფა რამილახვართან ერთად მშვიდობიანად გადასცეს ხოსრო მირზას და მის სარდლებს. უკან გამობრუნებულმა ყიზილბაშებმა ისევ გადმოიარეს უღელტეხილი. შემდეგ არაგვს გვერდი აუქციეს და ლომისის ძნელად სავალი გადასასვლელით ქსნის ხეობის სათავეში სოფელ ოხირში გადავიდნენ. არც დარიალის ხეობიდან გამობრუნებულებს შეხვედრიათ ადგილობრივებისგან წინააღმდეგობა და არც ქსნის ხეობაში გადასულებს უგზნიათ რაიმე ხიფათი. შემდეგ სანს დაღმა სოფელი ჟამურიც გვერდზე მოიტოვეს, მაგრამ რა იცოდნენ ყიზილბაშებმა, რომ ამ ციხე სოფლის სათვალთვალოებიდან მათ ფხიზლად ადევნებდნენ თვალს მთიულები, მოხევები და ქსნელები ზურაბ არაგვის ერისთავის ძმების დათუნა და გიორგი ერისთვისშვილების სარდლობით, რომლებმაც მტერი უვნებლად გაატარეს ხეობაზე. ირგვლივ მთიელების ჭაჭანება არ იყო და ყიზილბაშების სახიფათოს ვერაფერს ხედავდნენ. არადა ქარჩოხის ციხესთან მათ უკვე ელოდებოდნენ ჩასაფრებული ქართველები გიორგი სააკაძის, იასექსნის ერისთავის და ქაიხოსრო მუხრან ბატონის სარდლობით. და როცა ყიზილბაშთა მხედრობა ქარჩოხის ციხეს გაუსწორდა, ერთიანად დაესხნენ მათ თავს. ჯერ ისრების წვიმა დააყარეს ქართველებმა მტერს. მოურავმა ორი სავსე კაბარჭიისარი დახარჯა თურმე ამ თავდასხმისას, ხოლო შემდეგ ხმალ-დახმალ გაუძღვა ქართველებს შეტევაზე. ამ დროს ზურგიდან, სოფელი ჟამურის მხრიდან დათუნა და გიორგი ერისთვისშვილებმა შემოუტიეს ყიზილბაშებს და დაიწყო ალყაში მოქცეული მტრის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა.
შაჰბენდე-ხანს ყველა მეომარი ამოუწყვიტეს ქართველებმა, მაგრამ მან როგორღაც შეძლო ალყის გარღვევა. მარაბდის ბრძოლაში სახელმოხვეჭილ ამ ხანს ქართველები მიეწიენ და აჩეხეს, ხოლო შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, რომელმაც გზა ვერ საითნახა, ტყვედი ჩაიგდეს ხელში. ლომივით იბრძოდა ხოსრო მირზა და ბოლოს, როგორც იქნა, ალყის გარღვევა მოახერხა და არჩას ციხიდან წამოყვანილი ტყვეებიანა მოკურცხლა თბილისისკენ. ქართველებმა გაიმარჯვეს და მარაბდის ველზე განცდილი მარცხის ჟავრი ბოლომდე ამოიყარეს. მემატიანეების გადმოცემით ქსნის წყლის გასწვრივ გორებად ეყარა 12,000 ყიზილბაში, ხოლო მდინარე ქსანი 2 კვირის მანძილზე წითლად დიოდაო. ქართველებს უამრავი ცხენი და იარაღი დარჩათ ნადავლად. ხოსრო მირზამ მცირე რაზმით მიაღწია თბილისამდე და შაჰ-აბასის შვილიშვილი ქალბატონი, რომლის ტყვეობიდან გამოხსნა 12,000 ყიზილბაშის განადგურება დაჯდა, მამას ისა-ხან ყორჩიბაშს მიგვარა უვნებლად. ქსნის ხეობაში 12,000 მეომრის განადგურების შემდეგ ისა-ხანს ძალა აღარ ჰყავდა იმისთვის, რათა ქართლში რაიმე დიდი სამხედრო ღონისძიება ჩაეტარებინა. ამიტომ ყორჩიბაში იმით დაკმაყოფილდა, რომ თბილისში სიმონ-ხანი დასვა ჯერ ისევ დაუმორჩილებელი ქართლის მმართველად და თვითონ ყარაბაღში დადგა გადარჩენილი ჯარის ნაწილებით, საიდანაც შაჰ-აბასის ბრძანებით სამცხის აღმოსავლეთი ნაწილის ციხესიმაგრეებში ჩამჯდარი ყიზილბაშური გარნიზონების დაცვა ებრძანა ოსმალებისგან. ამ დროს შაჰის მთელი ყურადღება ქალაქ ბაღდადის დაცვაზე იყო გადატანილი, რომელსაც სულთნის პირველი ვეზირი უდევდა ოსმალეთის არმიით. სიმონ-ხანმა შაჰის ბრძანებით ნაცად ხერხს მიმართა და მერყევი თავადების თუ სასულიერო იერარქების გადმობირება შეუდგა. მან სააკაძესთან გაგზავნა ტფილელი ეპისკოპოსი დიონისე და მცხეთის სამთავროს მონასტრის მღვდელმთავარი ტრიფილე, რომლებმაც მოურავს ბრძოლაზე ხელის აღება მოსთხოვეს. შენი ბრძოლით ქართლი ნადგურდებაო. გიორგიმ მათ ასეთ შეთავაზებას უარით უპასუხა. სვიმონ-ხანმა შაჰ-აბასის სიძე ანდუყაფარ ამილახვარი, რომლის სოლთან ერთად არშას ციხიდან გამოხსნას 12,000 ყიზილბაში შეეწირა, გორის მოურავად გაამწესა და ამით ანდუყაფარი შიდა ქართლის ერთ ნაწილზე გააბატონა. დაყვავებით და საჩუქრებით ცდილობდა თბილისში გამოკეტილი სვიმონ-ხანის სხვა მერყევი თავადების მიმხრობასაც და არც თუ უშედეგოდ ისევ მოიყარეს მის ირგვლივ თავი იმ გაშახისევანებულმა დიდებულებმა, რომლებსაც მარტყოფის და მარაბდის ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სვიმონ-ხანის წინაშე ქედის მომხრევ თავადებს შორის ისეთების აღმოჩნდნენ, ვინც მოურავს ედგნენ მხარში მარტყოფის აჯანყებისას და თეიმურაზ მეფის მხარდამხარი იბრძოდნენ მარაბდის ბრძოლაში. ასეთების რიცხვს შეემატა ქვემო ქართლელი თავადი და ბოქაუ თუხუცესი ქაიხოსრო ბარათაშვილიც. მართალია მან მარტყოფ მარაბდაში თავგამოდებით იომა ძმასთან, თამაზთან ერთად, მაგრამ 1625 წლის შემოდგომაზე თბილისში მივიდა და სიმონ-ხანს ერთგულება შეჰფიცა. მეტად დაუმადლეს ყიზილბაშებმა ქაიხოსროს ქართველობის ღალატი და მთელი ქვემო ქართლის საბარათიანოს სარდლობა უბოძეს. შემდეგ წელიწადს გაშახისევანებული ქაიხოსრო ბარათაშვილი სიმონ-ხანმა თბილისის მოურავად აღაზევა. წყალობის უსტარში, რომელიც სიმონ-ხანმა ქაიხოსროს გაუგზავნა, ეწერა: მოურავი ბედნიერს ყაენს წამოუვიდა და უღალატა. თქვენი თავი და ქართლი უკუაყენა. თქვენ კიდე მერე ბედნიერი ყაენისა და ჩვენი სამსახური ირჩიეთ და შახისევანი შეიქენით. ამის დაჯილდოდ გიბოძეთ ქალაქის მოურავობა თქვენ, ბოქაუ თუხუცეს ქაიხოსროს და თქვენ ძმასა თამაზს. ქაიხოსრო ბარათაშვილმა იმითაც გამოიჩინა თავის სიმონ-ხანისადმი ერთგულებაში, რომ ქვემო ქართლის მთავარ ციხესიმაგრე ბირთვისში 500 ყიზილბაში მეომარი ჩააყენა გარნიზონად. ქაიხოსროს მაგალითს არაერთმა თავადმა მიბაძა და მათ ციხეებშიც ყიზილბაშები ჩადგნენ. ამ დროს მეფე თეიმურაზი იმერეთში იმყოფებოდა. გიორგი სააკაძე ხვდებოდა, რომ ქართლის მერყევ თავადებზე დაყრდნობით ფართო ფრონტით ანტიყიზილბაშური ბრძოლის გაგრძელება სათუო იყო. ამიტომ მოურავმა კეხვის
კიკანათბერის, ალის და სურამის ციხესიმაგრეები მისი ერთგული მეციხოვნეებით გაამაგრა და სამცხეში გადავიდა, სადაც მას ოჯახი ჰყავდა გახიზნული. ყარაბაღში მდგარი ისახან ყორჩიბაში სწორედ იმ დროს უტევდა შაჰ-აბასის ბრძანებით აღმოსავლეთ სამცხეს და მისი ციხეების ერთ ნაწილში ყიზილბაშებს უკვე თავისი გარნიზონები ჰყავდათ ჩაყენებული. ირან-ოსმალეთს შორის ამ დროს უკვე განახლებული იყო ომი, რომელიც 1623 წელს დაიწყო. ირანს და ოსმალეთს შორის დაწყებული ეს ომი ძირითადად ორ ფრონტზე მიმდინარეობდა. ოსმალთა ძირითადი სამხედრო ძალები ერაყ-ბაღდადს უტევდნენ, ხოლო მეორე ფრონტის პოლიგონად აღმოსავლეთ სამცხე იყო ქცეული. ამიტომ სამცხის დედაქალაქი ახალციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. უფრო ადრე 1603-1612 წლების ირან-ოსმალეთის ომის დროს შაჰ-აბასმა ვერ შეძლო აღმოსავლეთ სამცხეზე გაბატონება. არადა კახეთის და ქართლის სამეფოების ყიზილბაშურ სახანოვებად გადაქცევისთვის ბრძოლაში აბას აღმოსავლეთ სამცხეზე გაბატონება წყალივით სჭირდებოდა, იმისთვის, რომ ოსმალეთს ხელი არ შეეშალა ქართლ-კახეთის ძირფესვიანად მოთხრის საქმეში. ამიტომ 1624 წელს მარტყოფის აჯანყებამდე ერთი წლით ადრე ყიზილბაშებმა ახალციხე აიღეს და იქ შაჰმა გამგებლად სელიმ-ხან შამს ად-დინლუ გაამწესა. მომდევნო 1625 წელს სამცხის დედაქალაქი ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს მურთაზა-ფაშას სარდლობით. 1626 წელს ახალციხეს ისევ ყიზილბაშები იღებენ, ხოლო 2 წლის შემდეგ 1628 წელს ქალაქს ისევ ოსმალები გლეჯენ ხელიდან ყიზილბაშებს. როცა სააკაძე სამცხეში გადავიდა, იქ ირან-ოსმალეთის ომი უკვე მიმდინარეობდა და ის მესხ დიდებულებთან ერთად ამ ბრძოლაში ჩაება ყიზილბაშების წინააღმდეგ. მოურავს მისი ერთგული ქართველებიც ახლდნენ თან, მათ შორის მოღალატე-ქაი ხოსრო ბარათაშვილის განაყრები, ქვემო ქართლის სარდალი ბარათა ბარათაშვილი, გერმანოს ბარათაშვილი და გიორგი ქავთარიშვილ ბარათაშვილი. სამცხეში გადასულ მოურავს შეეგებნენ იქაური მესხი დიდებულები, თანუნა დიასამიძე, დაუთბეგ გოგორიშვილი, როსტომ შალიკაშვილი, ელისბარ და ბეჟან თაქთირიძეები და სხვები. მოურავმა ქართველების და მესხების გაერთიანებული ძალებით აიღო ხერთვისის ციხე, ასევე აწყური და ფარავანიც გამოგლიჯა ხელიდან ყიზილბაშებს, რომელთა სარდალმა სელიმ-ხანმა ყარაბაღში მდგარ ისახან ყორჩიბაშთან გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ისახანმა მხედრობა გამოუსია სამცხეში სააკაძის ასალაგმად, მაგრამ ბრძოლაში, რომელიც 100 პინძასთან ახლოს გაიმართა, მოურავმა სასტიკად დაამარცხა ყიზილბაშები. ამ ორ აგრესიულ იმპერიას შორის მოქცეული და 100 წლეულობით უმოკავშირეოდ მებრძოლი ქრისტიანი ქართველები მუდმივად ცდილობდნენ ყიზილბაშური ირანის და ოსმალეთის დაპირისპირებით სათავისოდ სასარგებლო შედეგის მიღებას მთელი მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეების განმავლობაში. ანუ დროის შესაბამისად ორ ბოროტებას შორის ნაკლებ ბოროტებას ირჩევდნენ. სააკაძეც ამ გზას დაადგა მარტყოფის აჯანყების შემდეგ, რადგან იცოდა, რომ ყიზილბაშურ ირანთან ომის შიდა დაპირისპირებით მოცულ ქართლ-კახეთზე დაყრდნობით მეტად გაჭირდებოდა. აგი მარაბდის ბრძოლამ და ამ ბრძოლის შედეგებმაც აჩვენა ეს გარემოება. ამიტომაც შეეცადა მოურავი მარტყოფის შემდეგ დიარბექირში მდგარი ოსმალეთის დიდი ვეზირის, ჰაფიზ-ფაშას დარწმუნებას იმაში, რომ მას ოსმალთა არმია ამიერკავკასიისკენ დაეძრა და არა ბაღდადის მიმართულებით. რადგან მაშინ შესაძლებელი იყო მესხურ ქართლ-კახურ შირვანული გაერთიანებული სამხედრო ძალებით და ოსმალეთის ძირითადი არმიით შაჰ-აბასის იმპერიისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენება. მაგრამ ჰაფიზ-ფაშამ მოურავის ეს დიდი გეგმა ჯეროვნად ვერ შეაფასა და ბაღდადზე იერიშითაც ვერ მიიღო სასურველი შედეგი. სამცხიდან გიორგი სააკაძემ ოსმალეთის სულთანთან ელჩად გიორგი ქავთარიშვილ ბარათაშვილი გაგზავნა და სამხედრო დახმარება ითხოვა ქართლ-კახეთიდან ყიზილბაშების გასადევნად ბრძოლაში. სააკაძის ელჩი სტამბოლში პატივით მიიღეს, რადგან სულთნის კარზე სათანადოდ აფასებდნენ საქართველოში მოურავის ბრძოლას ყიზილბაშების წინააღმდეგ. იმ დროს ხომ ოსმალეთის არმია უშედეგოდ უტევდა ბაღდადს
და სულთნის დივანში სათავისოდ ფიქრობდნენ, რომ საქართველოში ანტიყიზილბაშური მოძრაობის მხარდაჭერა შაჰ-აბასის ძალებს დაასუსტებდა ბაღდადის მიმართულებით. როგორც ჩანს, სააკაძის წერილი პირადად სულთან მურად მეოთხეს მოახსენა დივანმა. ოსმალთან ბრძანებელმაც არ დააყოვნა და მან პირადად დაუბრუნა წერილობითი პასუხი მოურავს წყალობის წიგნის სახელწოდებით. ამ წერილში, რომელიც სტამბოლიდან გიორგი ქავთარიშვილ-ბარათაშვილმა წამოიღო, სულთანი მურადი სააკაძეს ქართლის მპყრობელ მოურავ ხანად მოიხსენიებს და მიმართავს. მაცნობებ, რომ უბედურ ყიზილბაშს წადია ეგ მხარეები დააზარალოს. მაღალმა ალაჰმა დაგვიფაროს გზადაბნეული შახის უწმინდური განზრახვისგან, რაც ფუჭოცნება შეადგენს. ყველაფერი ის, რაც შენ მტრის მდგომარეობის შესახებ მოგიხსენებია, ჩემ სამეფო დიდებას სრულად ეცნობა. იწერები, რომ საჭიროა დროულად ღონისძიებათა მიღება და ითხოვ აქედან ჯარსა და შველას. შენგან ხსენებული საზღვრისთვის დახმარების აღმოჩენა ჩემს რელიგიურ და სახელმწიფო საქმეებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ შენ მეშველად ინიშნებიან ქვემოხსენებულნი. აწ ბათუმის ბეგლარბეგი და ემირ თემირი ომერი მის დამირწმუნებული ჯარით, ჩილდირის ხიდირბეგი მურთაზა, არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი. შენთვის დახმარების გაწევა ებრძანა აგრეთვე ანატოლიის ვილაეთების, ზაიმებსა და თიმარის მფლობელებს, სრულიად არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაეთში მდგომი ანიჩრებს თავიანთი მეთაურებით. ჩემ საპატიო სამოსელთან ერთად ჩემი დიდებული ბრძანებები დაეგზავნათ აგრეთვე დაღესტნის მმართველებს, რათა მათ სასწრაფოდ გამოიყვანონ ჯარი. დიდებული ბრძანებები დაეგზავნათ ასევე ჩემი სამარადისო ტახტისა და დინასტიის ერთგულების შესაბამისად გურიის, სამეგრელოს და იმერეთის მეფეებს, რათა თქვენთან ერთსულოვანი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებით და ყურადღებით მოეკიდონ. სააკაძემ იცოდა, რომ სულთნის მიერ მის დასახმარებლად ჩამოთვლილ ძალებს შორის ქართლიდან ყიზილბაშთა გასადევნად ყველაზე მისაღები დასავლეთ საქართველოს ქართული სამხედრო ძალა იყო. მაგრამ ისიც იცოდა, რომ იმ დროს სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანს და იმერეთის მეფე გიორგის შორის უკვე მტრობა იყო ჩამომდგარი. მაგრამ ვარაუდობდა, რომ ოსმალეთის სულთნის ბრძანებას არც ლევან დადიანი დაადგამდა ფეხს, არც გურიელი და არც იმერეთის მეფე გიორგი. და ამიტომ სამცხიდან იმერეთისკენ აიღო გეზი იქაური მეფემთავრების შემოსამტკიცებლად მომავალი ანტიყიზილბაშური ბრძოლისთვის. პროექტი არსებობს შემოწირულობების ხარჯზე. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე. სააკაძე იმერეთიდან სამეგრელოში გადავიდა და ოდიშის მთავარს ლევან დადიანს ესტუმრა. ლევანმა დიდი პატივით მიიღო მოურავი და მანაც აღუთქვა დახმარება ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში გიორგის. დადიანის უხვი მასპინძლობის შემდეგ სააკაძე ისევ იმერეთში დაბრუნდა. სამეგრელოდან ქუთაისში დაბრუნებულ მოურავს გიორგი მეფე კვლავ პატივით დახვდა და სურვილი გამოთქვა, რომ გიორგის ვაჟი ავთანდილ სააკაძე იმერეთის მეფის ასულზე ხვარამზე ბატონიშვილზე დაენიშნა, მათ შორის ურყევი კავშირის გასამყარებლად. ქუთაისშივე შედგა ეს ნიშნობა და ფიცის წიგნიც დაიწერა მეფის მიერ, რომელიც ასე ისმის: ესე ფიცი და პირი გიბოზე ჩვენ მეფეთ მეფემან პატრონმა გიორგიმ და ძემმან ჩემმან პატრონმან ალექსანდრემ მამუკამა და როსტომ თქვენ მოურავს პატრონს გიორგის, ასრე რომე ჩემი ქალი ბატონი ხვარამზე გულგაწმენდით თქვენი შვილის ავთანდილისთვის მომიცემია. დასავლეთ საქართველოს მეფემთავრებისგან სამხედრო დახმარებით დაიმედებული გიორგი სააკაძე შემოდგომის მიწურულს თავის ამალით იმერეთიდან ისევ სამცხეში გადავიდა. იმ 1625 წლის განმავლობაში მარტყოფის, მარაბდის და სამცხის ბრძოლებით გადაღლილი მოურავი მთელი ზამთრის განმავლობაში ისვენებდა და ძალას იკრებდა ადრიან გაზაფხულზე ქართლში დასაბრუნებლად და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის გასაახლებლად.
ამ დროს კი ჯერ ოსმალებთან და შემდეგ ყიზილბაშებთან შეუპოვრად მებრძოლის სამცხის ათაბაგი მანუჩარ მესამე, რომელმაც მარაბდის ომშიც ისახელა თავი, სტამბოლისკენ მიმავალ გზას დაადგა ოსმალეთის სულთანთან, მურად მეოთხესთან შესახვედრად. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.